დღეს ყავს უმაგრესი და უახლესი მანქანა. ეს მანქანა არის 2006 წლიანი Mercedes M-ია ძმაო ეს. და რა ჭირს ახლა ამ მანქანას ვნახოთ რა. ესე იგი აირბაგები არის. აუ ბიჭო, რა twin-ი წაიღე? Mercedes-ია, Mercedes-ი. M-ია ბრატ. მოდი ერთი. M-ია ბრატ. BMW, ბრატ, მაიატო აია BMW არის პროპელერ. Mercedes არის ტანგა. სადა ლოგო აქ ხო უნდა კონდეს არა აქ. აქ ხო არის, აი ნახე. კიდია ძმაო M-ი არის ეს. რავი ბიძია, M-ი თუ ესე გამოიყურება მე არ ვიცი, მაგრამ Mercedes-ია ბრატ. Mercedes-ი არის, მაგრამ M-ია თქო. ხო, ანუ უფრო მაღალი კომპლექტაციის მანქანა როა. M-ია. უფრო მაღალი კომპლექტაცია არის AMG, თუ ის ADAG წაშკალები. რა გაკითხრა? M-ი მეგონა ძმა, რა, ისეთი ვიდეა გავიც. Mercedes-ი და M-Power-ი დააკარე, ვაფშე მაგარი იქნება. Mercedes-ი? ან წარმოიდგინე, Mercedes-ი რომ მოვიდეს, Mercedes-ია, ხო და BMW-ს აირბაგები რო ჩააყენა. Yes. იმის BMW-ს აირბაგი მომშული ყო, ყველაზე სწრაფად შეიძლება მომშული. აქ 300 კმ/სთ მოფრინოს მოიყო BMW-ს აირბაგი. შეშლილი ზონი კილომეტრი არ ვიცი, მაგრამ 50 ცხენის ძალა მოემატება. ხო, მოკლედ რა ხდება, დაუბრუნდეთ ახლა საქმეს. ორჩეთამ დავას. ესე იგი, ჭერის აირბაგი არის მოჭრილი და ახალი უნდა შევსვათ. ორიგინალი, ბრატ. ესევე საჭის აირბაგი და მუხლის აირბაგის გასაკეთებელი ყოფს და ასევე უკანა ორი ღვედი, ახლა ვნახოთ. ნუ გაჭედილი არის უკანა ორი ღვედი. ესეც და ესეც. და ესეც უნდა მოვაწესრიგოთ ყველაფერი რა. One day later. ესე გამოიყურება საჭის აირბაგი, მუხლის აირბაგიც შეიცვალა. ჭერი გვახსოვს მოჭრილი იყო, აღვადგინეთ ყველაფერი. აღარც ნაკეცები აქვს, გავასწორეთ ეს ჭერი ყველანაირად. ასევე ღვედების გაჭედილი იყო და გავხსენით ყველა. აქითაც ვნახოთ. დასრულდა მოკლედ ეს.